მოგესალმებით, დადგა სამშაბათის საღამოს რის ნახევარი მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიყვეთ ყველა ის ადამიანი, რომელიც გასასწრებსა შინახართ, პატიმრები მინდა განსაკუთრებით მოვიკითხო და ის ადამიანები, ვისაც, რა ვიცი, ამდენ ადამიანს პრობლემა გაქვს, არ მინდა რომ ჩვენი ძვირფასით რო დავკარგოთ, მამა აკაკი ყავს მელიქიძე სტუმრად, რომელიც აი ძალიან ძვირფასი სტუმარია ჩემთვის. ესეთი ძვირფასი სტუმრები, აი რა ვიცი, საუკუნეში ერთხელ ყავს ხოლმე, ნუ ყველა ძვირფასია, მაგრამ განსაკუთრებით ვეფერები ამ ადამიანს, იმიტომ რომ აი ჩვენი ქვეყნის მარგალიტია და ჩვენთვის არის მამო დიდი ნუგეში ხარ ჩვენთვის და დაგლოცეთ თუ შეიძლება დიდ მადლობას მოგახსენეთ მობრძანებისთვის. ერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ, ერთმა დალოცოს ტყვეობაში, პატიმრობაში მყოფი ადამიანები, ვისაც იხსენიებთ, ვისაც ლოცულობთ ყველა ყოველი გაჭირვებაში მყოფი ადამიანი ღმერთი ეწეოდას და უფლის მოხედვა იყავ. ამინ დაგლოცოთ ღმერთმა. დიდი მადლობა მამაო და თუ შეიძლება მამაო რო გითხრათ რომ რა პროცესი არის საქართველოში თვითონ რთული ვითარება გაწყინებულია საქართველოს თუ თქვენი ხედვით რა ელის თან წინ საქართველოს და დღეს რა მდგომარეობაა? როგორც ასე იგი ესე გადავხედოთ ჩვენს უახლოეს ისტორიას რა ხდება, როგორ ხდება. მე ვფიქრობ, რომ ასე ვთქვათ, უკვე არის გაბრწყინებული საქართველო. იქიდან მოყოლებული, რაც უტვიდესი მობრძანდა პატრიარქად აღსაყდრდა. აი მას მიეცა ღვთისგან. მე ვფიქრობ, ეს ადამიანი დადგენილია თვით ღვთისგანაა გამორჩეული. იმ დროს მე ვიყავი სტუდენტი, უნივერსიტეტში ვსწავლობდი და ესე იგი, როდესაც მისი აღსაყდრება, მისი პატრიარქად კურთხევა ხდებოდა, ვესწრებოდი სვეტიცხოვლის ტაძარში. და მე როგორც დაიწყო პირველი სიტყვები ხადაგებისა, ესე იგი რაღაცა იქ საკურთხეველში ის რომ არის მაცხოვრის ის ხატი ხო არის გამოსახული. მის ირგვლივ შარავანდედივით პირდაპირ ნათელი გამოკრთა, ესეთი ის იყო. და პირდაპირ თქვი რომ ეს ღვთის ადამიანია, რაღაცა ესეთი შემეგონდა. და ესე იგი ღმერთი განაგებს და მართლაც აი მისმა მამამთავრობამ, მისმა ღვაწლმა, სარწმუნოებამ, როდუნებამ ღვაწლმა ყოვლითურთ დიდი ძალი მოიდო და მაშასადამე მთელი საქართველო აგერა ამხელას მონასტრები, ეკლესიები, ამხელა სამოდელოება, მთელი სასულიერო პირები. ახლა რა ვიცი, ალბათ სათვალავშიც კი ალბათ ვერც კი დავითვლით რამდენია, ამდენი ღვთელმთავრები და თავის ეპარქიებით ყველაფერი ალბათ 63-მდე არიან ხომ თუ არანაკლები. და მაშასადამე უკვე განა ეს გაბრწყინება არ არის. განა ეს ის არ არის, რაც მოხდა და ყველაფერი. ხო და აწი კიდევ ჯერი ჩვენზეა კიდევ. უნდა შევინარჩუნოთ ეს. ყველაფერი მოცემულია, მოცემულობა არსებობს. ხოლო და ახლა საჭიროა შენარჩუნება მისი და გაძლიერება. მამო, აი როგორ უნდა შევინარჩუნოთ, რას გვირჩევთ და თუ შევინარჩუნებთ თქვენ როგორ ხედავთ? ჩვენ გვყავს მამამთავარი უტვიდესი ისე რომ ჩვენ მისი ლოცვებით ვართ, ის რასაც აკეთებს, რა სიტყვას გვიქადაგა, ყველაფერი რა თქმა უნდა ვიცით, ის უნდა გავუგონოთ, მივიღოთ, აღვირჩიოთ და ამაში არის სწორედ ის გამოცდილებაც, რომ ესე იგი ჩვენ ამითი სარწმუნოებას წადგება და ეს არის მეტად მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა დავინახოთ ამ ადამიანში, რომ ის დღესაც მტკიცედ არის და დღევანდელ დღესაც წინ გვიძღვის და ფიქრობ, რომ ღმერთი კვლავ განაძლიერებს და კეთილ წარმომართავს. ვითარცა ორბიტსას იჭაბუკე, როგორც არის აღწერილი ფსალმებში, ეს ასეა მოხდება და რა თქმა უნდა გაბრწყინება კიდევ გაგრძელდება. მამო, თუ შეიძლება ერთი საკითხი არის ესეთი, რომ რაღაცა მართლმადიდებლები ძალიან მცირდებიან სამყაროში მამაო და მოდიან რაღაცა წინ სხვა რაღაცა გაურკვეველი რელიგიის წარმომადგენლები. ხო, მე არ ვაყენებ არავის შეურაცხყოფას. ამ შემთხვევაში მამო მართლმადიდებელი ქრება.
ქართველიც ძალიან მცირდება მამაო სამყაროში და რაღაცნაირად აი იმაში ვარ და თითქოს დეფიციტური ხდებით. აი ამ შემთხვევაში მამაო რა იქნება მომავალში, იმიტომ მამა გაბრიელი ამბობს რომ შეიძლება ქართული საუბარი რო გაიგონო. ეგეცო გაგიხარდესო რა წარმოგიდგენთ იმდენად ის იქნებაო, მცირედი იქნებაო ქართველიცო და მართლმადიდებელიცო მამაო და აი ამ შემთხვევაში მამაო როგორ ხედავთ თქვენ ამ მომავალს და აი ამ ხედვას როგორ ამართლებს? Ну, რა ვიცი, ასე ვთქვათ, მცირედი არის, კი, მცირედი იყო იმ დროსაც ის რომ ცუდი პერიოდი იყო, ბოლშევიკები, კომუნისტები რაღაც იქ ვინმე დადიოდა ეკლესიაში, დადიოდა ვიღაცა სულ რამოდენიმე ადამიანი, ვინც არ უშინდებოდა არანაირ მათ დევნას, არანაირ მათ მუხარას არ უშინდებოდა, მაინც დადიოდნენ ტაძარი, კი? ციხეში მოაყუჩებდნენ, ჩასვამდნენ რაღაც, მაგრამ ეს ისეთი მტკიცე იყო, არ ჩერდებოდა, მაინც დადიოდნენ და აი ეს მცირე ოდენი იყო შერჩენილი, ბევრი ვერ დადიოდა. და ვფიქრობ, რომ ეს მცირე ოდენი, მაგრამ რჩეული მორწმუნეები იყვნენ. და ეხლა თუ კი შემცირდა და მცირე ოდენი არიან, იმდენი ძალის მქონენი არიან ეს მცირე ოდენი, რომ ამათ შეუძლიათ განსაცდელი თვითონ თავის თავზე გადაიტანონ ყოველგვარი და მაშასადამე ასეთნაირად მათი ეს მოღვაწეობა მიღებული იქნება ღვთის წინაშე და მათი წინსვლა და ღვთის მიერ ვინ არის და როგორ არის ღმერთი განაგებს და ღმერთი რა თქმა უნდა დააჯილდოებს ასეთ ადამიანებს როგორც აი იმ დროიდან ეს ბოლშევიკები და კომუნისტები და რო გამოვიდნენ და ისინი მტკიცედ იდგნენ და მერე რა თქმა უნდა კი დაიშვა ხალხმა რო იტყვა იხულა დაიწყო სიარული ყოველთვის რა თქმა უნდა დიდი წვლილი მიუძღვის ამაში ჩვენ უწვიდეს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს და პირდაპირ აღფრთოვანება იმამ მოიცვა მაგრამ კი სიხარული აღფრთოვანება მაგრამ ჩვენ აქ უნდა დავინახოთ ნამდვილი სარწმუნოება რა არის ეს ყოლის გულშია ის რაღაცა ის ადამიანი პირდაპირ არ უშინდება არანაირ სიძნელს არანაირ სირთულეს და ის თავდადებითაც კი არის ესეთი მორწმუნე ის მცირე ოდენი ვინც არიან იმაზე მაქვს მხედველობა და მაშასადამე ეს მაინც თავის საქმის გამკეთებელია ღვთის წინაშე და ალბათ ასეთი ადამიანების ღვაწლი კიდევ მოქმედებს და ესე იგი წარიმართება და მამო აი თუ გვაქვს იმის დრო რომ აი ადამიანებს რა გჭირს ისეთ მამო თუნდაც სასულიერო პირებს იმას რომ ერთმანეთს აი რაღაცა საკითხების გამო შეიძლება ერთმანეთი დავჭამოთ ერთმანეთი არ შევიყვაროთ რაღაცა და თუ არის ამის დრო და თუ შეიძლება რომ აი მაგალითად პირადი რაღაცა ეგოიზმი ან რაღაც საკითხის გამო რომ სხვა მართლმადიდებელ სიტყვაზე დაუპირისპირდე იმიტომ რომ ჩვენ ყავს საერთო ერთი დიდი მტერი ხო თუნდაც სხვა რელიგიების სახით იმ ადამიანების სახით ვინც ებძვის ჩვენ მართლმადიდებლობას ხო და ჩვენ გვებძვის და არის ამის დრო რომ ჩვენ მაგალითად ეხლა მივხედოთ იმას რომ აი მე რაღაცა ეს ამას ვფიქრობ იმ მამაოზე ის მამაო იმას ფიქრობს და ერთმანეთი იმას ვქნათ ეს პოლიტიკური შეხედულება იქნება თუ ნებისმიერი მამო არის ამის დრო აი რას ურჩევთ და რას გვირჩევთ ამასთან დაკავშირებით ყველა უნდა აკეთოს თავის საქმე თავის მოწოდებისაერთ პოლიტიკაში არ უნდა გაერიგოს პოლიტიკა აკეთოს პოლიტიკოსმა მღვდელმა მღვდელობაში ასრულოს ასეა უფლისგან განწესებული ჩვენ სხვა საქმეში არ უნდა ჩავერიგოთ ჩვენ მხოლოდ უნდა ვილოცოთ ძლიერად ვილოცოთ რომ იმ პოლიტიკოსმა მიიღოს ბრძნული გადაწყვეტილება აი ეს არის საჭირო რამდენადაც ჩვენ ამისკენ ვიქნებით ჩაუღრმავდებით ჩვენს ლოცვით და შევედრებით ჩვენი სამშობლოსთვის ვილოცებთ ჩვენს იგივე პოლიტიკოსებისთვის რომ ღმერთმა მიანიჭოთ მათ კეთილი გამორჩევა და ნამდვილად ქრისტიანულად რომ გადაეწყვიტოთ ეს ყოველი საქმე და ქრისტიანულად დენახოთ ის რაც ჭირდება ქვეყანას ქვეყნიერებას აი ეს იქნება სწორედ ლოცვის ნაყოფი და ლოცვიდან გამომდინარე აი ეს გჭირდება რომ აი ესეთი მოლოცველნი ვიყოთ არ უნდა დავიზაროთ დაზარება ეს არის იგივე სიფხიზლით დაკარგვა და არასარწმუნოება
ხო უბრალო საკითხები არსებობს რომ დაუშვათ აი ვიღაცა დაუშვათ ესე იგი ძალიან ისეთ საკითხებზე მოდიან ხანდახან რომ პირდაპირ ესე იგი აღარ ახსოვთ დაუშვათ თუნდაც რომ რა ვიცი ახლა რა გავიხსენე რა უბრალო საკითხი რომ ესე იგი თუნდაც სეფის კვერი დამიობდა რა ვქნა აი ესეთი რაღაცა მეტი არაფერი კაცო მე მეტი არაფერი გესმის თქო დაგიობდა თუდია არ უნდა გააჩვევა არ უნდა დაგიობდეს ხო და მეტად მნიშვნელოვანი ამის უკან გამოეპარება რა თქმა უნდა ხო სხვა რამე ესე იგი ის სხვას ვერაფერს ხედავს ის ადამიანი ეს არ უკვირდება ამას მარტო ხედავს რომ იტყვიან თვითონ რაღაცნაირად მოიპოვოს ან კეთილი მდგომარეობა ან რაღაცა კი კარგია თვითონ პიროვნებასაც ღმერთი მადლს მიანიჭებს მაგრამ შენ ღმერთს რას უკეთებ ხო ეს მეტად მნიშვნელოვანია შენ უნდა ღმერთთან მიხვიდე შენ დროს კარგავ რაღაცეებში აი ამ ქვეყნიურ რაღაცა არა სათანადო საქმეებში და პირდაპირ ესე იგი რაღაც გზნობებში რაღაცა ინფორმაციების მიღება რაღაცა კიდევ გატაცება იმ განსაკუთრებულად აი ბოლო რაღაცა ის რომ არის რომ გამოეკიდებიან ინტერნეტები და რაღაცები Facebook-ები და რაღაცა ერთ თანაკლასელები თუ რაღაცები რო ქვია და ამაში რა დროს კარგავენ ამ დროს და ის ვეღარ არის მორწმუნე ეს არის პირდაპირ რომ ეშმაკი შემოგდებულია რომ დრო მოხდა რა თქმა უნდა ეშმაკი აკეთო ეშმაკის სათამაშო ხდება და ესე იგი ეს ეშმაკის ხრიკები რაც არის აი ამან მოიცვა ყველაფერი და ყველანაირად უნდა გაფხიზლდეთ ეგრე არ შეიძლება ფხიზლობა ნიშნავს ნამდვილ სარწმუნოებას შენ უნდა დაუსვა შენ თავს მე მორწმუნე ვარ კითხვა და მაშა სადამე თუ მოწმუნე ხარ მაგ ფხიზლად ხარ მღვიძარებით ხარ არ ფხიზლად ხარ არ მღვიძარებით ეს უკვე წასულია შენი საქმე რო იტყვიან აი სწორედაც მოიპოვეს სიფხიზლე მოიპოვა მღვიძარება რათა უფლის წინაშე წარდგე რათა უფალმა მოგისმინოს და კიდევაც შეისმინოს შენი ლოცვა ვედრება ასია სარწმუნოება მხოლოდ და ასე მიეცემა თითოეულს თავისი თხოვნისა და ვედრებისეულ ღმერთი მამას ზეციერ ნებისმიერის ადამიანის ნებისმიერის თხოვნა შეიცმეს თვით სახარებაში წერია რომ უკეთო შენმა შვილმა გთხოვოსო პურიო ნუ ქვა მიისცეო ხო იციო შენი მისაწრებელი მამამ შვილს რა უნდა მიისცესო და მithmetes მამა ზეციერმა სული წმიდა მოქცეს და წყალობა მოქცესო განა არ შეიძლებაო აი ესა მით მამა ზეციერი რომელიც არ გვარჩევს არავისგან და ნამდვილად თუ კი შეთხო მისგან ყოველი მოგეცემა ქრისტე მაცხოვრის მეშვეობით აი ეს არის მეტად მნიშვნელოვანი სარწმუნოებაში მამო კიდე რაში ხედავთ იმას რომ რაზე უნდა ვიყოთ ფრთხილად მამო იმიტომ რომ ჩვენ რაღაცნაირად გავუთავამდით მამო ღმერთი რაღაც მოწყალია ძალიან თამამები გავხდით რელიგიის მიმართ სხვა ადამიანების მიმართ და ამ შემთხვევაში მამო აი რას რომ არ ავიხსნათ ეს აღვირი რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის იმიტომ რომ თქვენ ხო ხედავთ მამო თქვენთან რომ მოდიან ადამიანები ბევრი აი ღმერთს ისე უყურებდა და დღეს უბრალოდ ზოგი შეშლილი არის მაგის გამო ზოგს პრობლემა აქვს ზოგს კვეთებული ჭირდება ზოგს ის 1000 პრობლემა აქვს ხო მამო იმიტომ რომ ღმერთს ესეც სივად და ისე შეხედე ზერელეთ და დღეს რა დღეშიც არიან ბევრი შეგხვედრიათ ხო ესეთი და აი რომ ამას ავწდეთ მამო აი როგორ უნდა იმას ვქნათ დავიჭიროთ თავი ამ შემთხვევაში იმიტომ რომ ღმერთი მიგიშვეს მამო მაგრამ შენ სად უნდა გაჩერდე რო ვერ ხვდები ადამიანი ღმერთმა უშველოს ყველას რა თქმა უნდა დიახ რომ ეს რაც ავთქვით ყველაფერი მათ შეეხება მხოლოდ
ყველა თითოეულმა უნდა გაითავისოს რომ ინდივიდუალურად თვითონ როგორ მიაჩნია რომ ღმერთის წყალობდეს როგორ დაიფაროს უფალმა აი ეს უნდა მიეცეს ეს ამით უნდა განიმსჭვალოს და ასე ვთქვათ ნუ რაღაცა სირთულეც არის იმაში რომ ამათ აქვს პრობლემა რომ შეიძლება უცბად ვერ მიიღონ ეს ყველაფერი ვერ გაითავისონ ხო აი ეს პრობლემა არის და მით უმეტეს ჩართული აი ამაოებაში ამ რაღაცა მდგომარეობაში და ისეთი რაღაცა აქვს რომ ესე იგი ის ყველაფერი მოხიბლულია რაღაცა ამ ყოველდღიურობით და ამაოებით ტექნიკით რაღაცით არ შორდება ამას და ასეთი ადამიანები ჩვენთანაც მოდიან ახალგაზრდები რომ დაზარალებული ხო დაზარალებული რომ თავის თავი ვეღარ უცნია ბიჭია თუ გოგოა არ იცის ხო აი ესეთი რაღაცა ხდება აი ესეთი რაღაც ჩაღრმავება აგერ ასე ბევრია თვითმკვლელობა რაღაცა რა ვიცი რანაირად უნდა გადაწყვიტოს ეს მაგრამ ამ დასკვნამდე მიდია კიდევაც ის ასევე ეს რო თამაშობენ იმ უკანონო თამაშობებს რაც არის ყველაფერი ეს იწევს განსაკუთრებით რომ წაგებიდან გამომდინარე დიდი თანხა წააგო რაღაც ვერაფრით ვერ გადაიხადა ის ხდება თვითმკვლელი ხო მადლობა ღმერთს ბევრმა დაგვიჯერა მოექცა კიდევაც ის ადამიანი არის ვალებშია კიდევ რაღაც წუხს მაგრამ როიტყვია მთლიანად შემოტრიალდა ეკლესიაში და დადის და მართლა ესეთი თუნდაც ერთი პიროვნება არსებობს რომ აი ესეთნაირად არის მოდის ახსარებას ამბობს რა თქმა უნდა მეუბნები ვარიგებ რომ ხვდით ყველაფერი მოგიწესრიგდება მთავარია შენ წმენით იყო რასაც აკეთებ ეს აკეთო მტკიცე და ალბათ ღმერთი ხელს უბართა რომ ის ადამიანი ყველანაირად განწყობილია რომ ღმერთს ევედროს უფალთან მოვიდა აი ეს არის კარგი ერთი მართლა მისაღები მაგალითი და ყველამ რომ ესეთნაირად გაითავისოს როგორც ის ერთი აღასრულებს მიბადოს მეორემაც აი ეს თუნდაც ჩვენი საუბრიდან გამომდინარე რომ ასეთ მდგომარეობაში თუ ვინმეა შეიძლება მოხვიდე ეკლესიაში აღსარება თქვა მოინანიო და უკვე დაიწყება უკეთესი მდგომარეობა მოგეცემა რაღაცა სიმხნევე იმისა რომ აი ღმერთი ყოვლა ძლიერია უეჭველა შეგეწევა და გამოგიყვანს მაგ მდგომარეობიდანაც და ნუ იქნები თვითმკვლელი და ასე სხვა არამის მოქმედი შენს თავს ზიანს ნუ მოუტან აი ეს არის მეტად მნიშვნელოვანი მამაო თან ისა რა ქვია ესეთი ადამიანი მამაო რაღაცნაირად აი ვერ გზნობს ხოლმე რომ ეშმაკის კლანჭებშია და როგორ უნდა მიხვდეს მამაო იმიტომ რომ ძირითადად ვიღაცას გონია რომ აერთობა რაღაცა ცხოვრობს ჩვეულებრივად დიახ აი როგორ უნდა მიხვდეს მამაო რომ ბოროტს ემსახურება ადამიანი თუნდაც ნუ მიხვდება ახლა იმიტომ რომ ისეთი ნიშანი აქვს ამ ეშმაკის ძალას, ეშმაკის ძალადობას, რომ ყველაფრით როიტყვია შეკრულივით იგნობს თავს. არა თავისუფლად იგნობს თავს, უკვე ეს რაღაცა ბოროტის ქმედება არის. მალევე შეატყობს, რომ ეს არის ბოროტის მოქმედება. და კი თვითონაც გზნობენ, მოდიან, აღწერენ იმას, რომ აი ესეთნაირად ასე ვარ, როგორ ახლა ვერ იმას არ ვარ, ეშმაკმა მიიღო რაღაცა, მაგრამ ნუ თავის მდგომარეობისგან გამომდინარე აღწერენ, რომ ესე იგი რაღაცა თუ დაგზნობს თავს, რაღაცა არ ემართება ხელი, რაღაცა რაღაცის ტკივილი აქვს, რაღაცის
მდგომარეობა რომ იწყებს რაღაც და არაფერი არ გამოუდის და ეს არის უკვე შეხება იმასთან და ჩვენ რა თქმა უნდა განვმარტავთ რომ სწორედ ეს არის ეშმაკის ქმედება სწორედ ამას უნდა სარწმუნოებე დაუპირისპირდე აღსარება აუცილებლად მარხვითა და ლოცვით ნათესავი ესე ბოროტი განიდევნოს უფალი გვეუბნა ანუ ნათესავი ეს ბოროტი ეს არის ნათესავი ესე არის ახალი ახასიათებს სწორედ ეშმაკები დემონები და მათი ყველა ეს ძალები და მარხვა და ლოცვა ესეთი რამეა რომ განიდევნოს შენგანო და ამას ესე იგი ვეუბნებით ასევე ვურჩევთ რომ მცირე აიაზმის კურთხევა შეასრულებინო მოძღვარს თითოეულჯერ ორჯერ თუ სამჯერ და მართლა გამოდიან ამ მდგომარეობიდან იში და რაღაცა ისიც ქრება ყველაფერი და როგორღაც გახალისდებიან კიდევაც რაღაცა მამაო ბოროტმა ყველაფერი გააკეთა რომ ადამიანს მოეწყინა არა და თვითონ ერი ძალიან მაგარი ერი ვარ და ძალიან მაგარი ხალხი ვარ უბრალოდ რაღაცნაირად მამაო ამ მატერიალურმა და ამ ყოფითმა გაჭირვებებმა ისე გაიტაცა ადამიანი მამაო ვერ მოიცალა კაი ადამიანობისათვის რაღაცნაირად აი რაღაცა გადართულია რომ მოიცალოს ამ ყველაფრისათვის თქვენ რასაც საუბრობთ მამაო დროც არ რჩება მამაო წარმოიდგინეთ როგორ მოიპარა ადამიანი ბოროტმა ხო ზოგი ემიგრაციაშია ზოგი აქ ვინც არის რომ შეერი არ ყავდეს ვიღაცა დღე და ღამე ისე შრომობს რომ ზოგი წირვაზე ვერ მოდის წარმოიდგინეთ მამაო და რა დღეშია ხალხი ხო როგორ გაგვიტაცა ამ ყოფითმა და მატერიალურმა და თუ შეიძლება მამაო აი რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ აი ამ ძიმეყოფაში მაინც რო გადავრჩეთ რა იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ლამაზიერი ვართ სულ ყველა გებიძვის აქეთ იქიდან მამაო რო უცხო მტერი რო ვერ ნახეს მე ქართველმა დაუწყო შიგნით ქართველს ბრძოლა რაღაცნაირად აი ყველაფერი ხდება თითქოს ჩვენ საწინააღმდეგო და მაგაზე ხვდები რომ აი რაღაცა უფლის ჩეულები არიან ეს ხალხი რომ ესეთი ბრძოლის ქვეშ ტარდებიან რა ხო ჩვენ თუნდა შევიარაღდეთ ესეთნაირად ხო აი ზუსტად ესე იგი გვებრძვიან ჩვენც უნდა ვებრძოლოთ რა წერია ფსალმუნებში არა მახვილმა ჩემმა შვილდმა ჩემმა მე მოვიმართა ხელი არაბე შენ უფალო შენმა ძალმა და ძლიერებამ აი ეს უნდა გავაკეთოთ რომ ჩვენ წვენი დავდგე კიდე გავაძლიეროთ ჩვენი წვენა კიდევ შევთხოვოთ დამატებით კიდევ გამოვთქვათ შევედროთ უფალს დედაღვთისმშობელ წმინდანებს და ვერ მოგვერება დიახ ვერაფერი ვერ მოგვერება ხო უფლის ქრისტეს სახელის ხსენებაზე ძრწიან ეგ ბოროტნი და ვერც კი მოეკარება აი ესეთი ძალისა არის უფალო ღვთისმშობელო შემიწყალე შემეწია პირდაპირ აი არიან ზოგი ესე იგი მორწმუნეთა გამოცდილება არსებობს რომ უფალო ღვთისმშობელო და მასშტაბადამე რო ხშირად ამას იძახიან და რაღაცნაირად ეს ადამიანები ესე იგი გადიან იოლად მდგომარეობაში და პირდაპირ რომ ბოროტი იქითი მოსრება და ვერ ვნებს აი ესეთი ლოცვები უნდა ვისწო მოკლე ლოცვების გამოთქვა იესოს ლოცვა უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მეწოდვიდი ამბობენ მამები შეიძლება ეს რთულია პირველად წარმოსათქმელად და თუნდა თქვი უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე მოკლე და ესე თქვიო ეს ამბობენ წმინდა მამები და მაგრამ ესე იგი ხშირად იმეორე და ხშირად თქვიო და ეს თანდათან უკვე რო იტყვია სიღრმეს მისწევს უკვე გულის გულში და გულის ხმიზერებით ესე იგი გულის ხმის ყოფა მიეცემა ზრწამენისა მისგან სწრაფ აი თითქოს გამოიღვიძება მართლა ფიზიკურად გამოიღვიძება და რამაზე რო ლაპარაკობთ არა ფიზიკური სხეულის გამოიღვიძება ეს შინაგანი გამოიღვიძება აი ამ შინაგანი გულის გამოიღვიძება აი იმ ხარის სარწმუნოება აი რო ესე იგი кайხსნება მთელი ამხელა ხშირად ლოცვის წარმოთქვით უკვე შენ იქნები ღვიძარე ანუ მორწმუნე და თავისთავად ცხადია აი ეს ჭირდებათ ამ ადამიანებს და ვურჩევ რომ ილოცონ ყველა ილოცეთ იესოს ლოცვით და მაშასადამე რა თქმა უნდა როგორც უფალი ბრძანებს
ნათესავი ესე ბოროტი ლოცვითა და მარხვით განიდევნოს ხოლო ლოცვა და მარხვა არის ჩამოკეთილება სწორედ ის რაც სწორედ სიღრმისეულად ახანთე ცეცხლს იმ ბოროტთა შემწევს და იმ სატანისა და დემონების და მრავალ მათ ანგელოსთა შესაწვავს და დასაწვავს და მაშინ სატანე მომსწრებ იმ ძლიერ ალს აღანთებს რომ ისინი ვერაფრით ვეღარ მიაღწევენ თავიანთ საწადელს და ღმერთმა ქნას და ეს მოგმადლოთ ეხლა მამაო თუ შეიძლება ერთი კითხვა მინდა დაგისვათ ისეთი რომ კაი ადამიანებს მამაო ამ ცხოვრებაში არ უმართლებთ ეხლა აი ვერც ერთი მოწამე მაგალითად ის რა კარგები იყვნენ და სულ ყველა აწამეს რაღაცა პრობლემა დღესაც ეგრე ხდება მამაო რა წვალობს ადამიანი შეიძლება ფიზიკურად ვიღაცამ არა წამოს მაგრამ ზოგჯერ ეგეც ხდება მაგრამ ზოგ სიმსიმე ჭირს მამაო ზოგი რაღაცა ზოგი შეიპყრო ბოროტმა რაღაცა კაი ხახი რამდენი მოსვლა ხო თქვენ და ალალი გულის კაი ადამიანი ზოგი რაღაცა მატერიალურად დაჩაგრა ამ ცხოვრებამ რაღაცა თუ შეიძლება მამაო აი ეს რატო ხდება იმ ადამიანების თავს ზოგი მაგალითად დარდობს რომ ზოგს მაგალითად ეხა დღეს მაგალითად ძალიან კაი ადამიანი ვნახე და დარდობდა რომ შვილი არ მყავსო მაგალითად ხო ხდებით მამაო 1000 ადამიანს თან კარგ ადამიანებს რა ძალიან კარგ ადამიანებს აი არ უმართებთ რაღაცა აი მამები რო გარდაიცვალნენ ეხლაც აი რაღაცნაირად არ არის კაი ადამიანის და რა შეიძლება ამ ცხოვრებაში აი გასახარი რა შეიძლება მამაო ამ ადამიანებმა რომ მოაშველონ ამ ყველაფერს და სასწარკვეთა მარწა იყოს ხო გასახარი და ყველაფერი რა თქმა უნდა მოღვაწეობაშია ამ ადამიანებს როგორც მათ წმინდანები იციან და წმინდანები ღვაწლი ზოგი მოწამეა ზოგი დიდი მოღვაწე არის ყველაფერი ეს მოწამე რას ხედავს ფაქტიურად იმან ხომ უნდა იფიქროს იმან რა თქმა უნდა მას აწუხებს რაღაცა ავადმყოფობა რაღაცა სნეულება ხო ესეც თავისთავად დგას ღვთის წინაშე და შესაძლოა როგორ მოიქცეოდა ვინმე მოწამე ვინმე მამა შესაძლოა რას აკეთებდა ამისთვის რა თქმა უნდა ის მოწამე წარ შეუხრელად უკვე თავს დებს აღიარებს ქრისტეს და მას შეუდგება ამანაც უნდა ისწავლოს ის რომ მე რადგან ეს მაქვს ჯობია ისევ ღვთით განიყო რომ ღმერთმა მომარჩილოს და ითხოვოს უფლისგან რომ მოთმინება მისცეს რომ აიტანოს ეს ნეულება რაც არის და ესე იგი შეუდგეს ლოცვა მარხვა აღსარება ზიარება აი ეს არის მეტად მნიშვნელოვანი ამით სხვათა შორის ბევრი განიკურნა ავადმყოფები კიდევაც მადლიერნი არიან რომ განიკურნენ და ფიქრობ რომ ეს არის მართლა უფლის მიერ დაშვებული რომ ამ მდგომარეობაში ესე იგი თვით უფალიც კი ახლოს არის ასეთ ადამიანს ვინც ესე იგი მეტად უძლურებას განიცდის ვისაც ესე იგი როგორც წერია ფსალმუნებში რომ ესე იგი შეეწიოს მას პირდაპირ აი ამ სნეულებასა განსაცდელსა შინამყოფობითა და ესე იგი ძნიად ატანისა ამ ტკივილისა ესე იგი ღმერთმა ესე იგი უშველოსა და რაღაცა ჩემი სიტყვები თქვი ახლა აღარ მახსოვს დიახ ხო მაგრამ აი ესე წერია ეს მე ვფიქრობ მე-6 კანონში წერია ეს ყველაფერი და ესე იგი ეს სიტყვა უფლისა სრულდება ნამდვილად და ასეთი ადამიანები კიდევაც განიკურნებინა კიდევაც განათლდებიან სულიერად და კიდევაც რო იტყვიან ამას საწულოებაზე რომ თქვით ისიც მიეცემათ იმ გულის გულში და გულის ხმის ყოფიდან გამომდინარე და თავისთავად ცხადია უკვე განკურნებული თუ იქნება მას უკვე მიეცემა რომ უკვე ღვთისგან რაღაცა ნიჭი და მადლი გაუჩნდება რაღაცა სიბრძნე დაგონიერება როგორ ემსახუროს ღმერთს და ის ამ სამსახურს უფლისას აღარ შეწყვეტა მთელი ცხოვრება
მისი დახასიათება იქნება, რომ უფალს მსახურებს, ღმერთს ემსახურება. არის ასეთი რამ. დიახ. უეჭველად მიეცემათ მათ. ეს ტვირთი მამაო როგორი აი ეს ძიმე ტვირთი ვისაც აქვს ხო ამ ქვეყნად როგორ უნდა იმასქნას მამაო როგორ უნდა შეეხვიდოს იმიტომ რომ ყველას რაღაცა გვაქვს ზოგი გაურბის ზოგი ვერ გაურბის ზოგი რაღაცენით აი რა უნდა ქნა როცა ძიმე ტვირთი გაქვს უნდა გაექცე მამაო თუ აი შენი ტვირთი აი მაგალითად ზოგი ჭირის უფალია მამაო ზოგი პატიმარი არის ზოგი ემიგრაი რავი 1000 ძალიან ძიმე ტვირთის მქონე ხალხი ვართ ეს ქართული თავის მსახურეთ ალბათ ეს ტვირთით რაღაცის გამო ახაც რო იტყვიან არ უნდა დავიბნეთ და მიუდგეთ იმას რომ ყველა მდგომარეობაში არ უნდა იყოს ღვთის შეწევნა და შველა იქნება აუცილებლად რომ ესე იგი არ შევწყვიტოთ ლოცვა რაც არ უნდა მძიმე მდგომარეობაში არ ვიყოთ უფალო შემიწყალე მოქმედებს იესოს ლოცვა მოქმედებს დროდადრო რა თქმა უნდა ახსარებით ხმა სინანული მარხვა და ლოცვა ხო შეუძლია და ეზიაროს ხოლმე და უეჭველად სხვანაირი რაღაც მიემართება ისე ჯობია მამაო რა აი პირდაპირ შეხედო შენ ტკივილს და იმას თუ გაექცე აი თუ პირდაპირ შეხედო როგორ გაექცევი სად გაექცევი კი რა ტკივილია შენ უნდა პირველ რიგში მიმართო ღმერთს შეთხოვო უფალს რომ ესე იგი მადლი მიიღო უფლისგან რა იტვირთო შენ ეს სიმძიმე და უფლის სადიდებლად აღასრულო უფლის წინაშე ღვაწლი იმისა და როგორც ესე იგი ვთქვით ასეთ ნეულთან ქრისტე ძალიან ახლოს მიდის ახლოს არის პირდაპირ უფალი და მithobetეს თუ კი უფალი შენთან არის რა გაგიჭირს ეს უფალი შეგეწევა რა განსაცდელით არ უნდა იყოს და როგორიც მაინც ესე იგი ღვთით ეს ადამიანი დაცული იქნება ხო და მამაო თუ შეიძლება აი ძალიან აი რას ურჩევთ იმ ადამიანის ვისაც მატერიალურად და იმათ ძალიან უჭირს ბევრ ადამიანს მამაო თქვენ ხო იცით აი ზოგი ტაძარში მოდის და ბოლო თავის ფულს გზაში ხარჯავს ხო აი რას ურჩევთ მათ და მდიდრებსაც რას ურჩევთ თუნდაც იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენთან რაღაცნაირად შუა ფენა აღარ არსებობს ან არიან ძალიან მდიდრები ან არიან ღარიბები და თუ შეიძლება მამაო აი რა არის ამ ტვირთში დასანახი რომ აი რატო ხდება ხოლმე მართლა ბევრ კაი ადამიანს ბევრი კაი რაღაცის გაკეთება შეუძლია მაგრამ რა თქმა უნდა არ ეძლევა ამის საშუალება ხო არის ასეთი რომ მდიდარმა უნდა იცოდეს რომ ეს სიმდიდრე არის ღვთისგან მიმადლებული გაჭირვებულმა და ღატაკბას უნდა იცოდეს ის მდგომარეობაც ღვთისგან არის და ახლა მაინც და მაინც ახლა ეს თუ კი გაჭირვებაშია იმ დიდარს უნდა ესმოდეს რომ ეს ღმერთმა მომცა იმისთვის რომ აი ამ გაჭირვებულ დავეხმარო რაც უჭირს როგორც უჭირს და ეს იქნება პირდაპირ კარგი ტონი იმის სიმდიდრის რომ გასცეს მოწყალება ერთზე მეორეზე მესამეზე და ესე იგი თვით მდიდარით კი სასუფეველში ცხოვრდება. ის გაჭირვებული რა თქმა უნდა ამოისუნთქავს ამისი წყალობით მოწყალები და ღმერთი რა თქმა უნდა ამითი დააჯილდოებს კიდევაც. ხო და ესე იგი მდიდარმა და გაჭირვებულმა თანაბარი ჯილდო მიიღო. ასე წერია. სამწუხაროდ დიდრეს არ ესმით მამაო ისთვის მიეცათ სამწუხაროდ ჩვენ და ხშირად ხდება ხოლმე რომ მე რაღაცა სიმდიდრე გიბნელებს რაღაცა წინ და სხვას ვეღარ ხედავ ან სხვაც მაძღარს ხო იცით სხვაც მაძღარი ეგონა რა თქმა უნდა დიახ და რაღაცაერთ არადა რამხელა საშუალება არის რომ მატერიალური სულიერად აქციო ხო და ზეციურად აქციო რომ აი იმპულს ხვანაერად ვერანაირად ვერ გადაანაწილებ და წარმოგიდგენ შეიძლება ისეთ ადამიანს დაეხმარო ან ხეიბარს ან ვიღაცას რომ მე ზეცაში რამხელა ისგელის ხო ეს ჩვენ არ გვესმის ხო რაღაც ლაზარესავით ვიქცევით ლაზარესის რო იყო მდიდარი რო იყო ლაზარე რო ქვემოთ ხო რო ვერ ხედავთ კი
ეს ის გვაქვს და მამაო თუ შეიძლება რო არ კითხოთ არ შემიძლია რა ბევრი წერს თქვენი ფოტო რო დავდე რომ ისა რა ქვია აი ამ კვეთებულებთან დაკავშირებით მამაო ყოფილა რომ შემთხვევა რომ ადამიანებს მაგალითად ჭირდება და ვერ გძნობენ ამას და უცბად მოსულა თქვენ წაგიკითხავთ და უცბად აღმოჩენილა რომ აი ის იყო შეპყრობილი დემონიზირებული ან რაღაცა თუ შეიძლება და როგორ უნდა გადაწყვიტონ ისო სიტყვაზე ან თქვენთან მოვიდნენ ან არიან მაგალითად სამკურნალო გამოჩნდება უშუალოდ. ლოცვაზე ჩდება, ხო? ლოცვაში გამოჩნდება, საკვარიცია კვეთებულზე დაესწრენ, უკვე თუ ასეთი არის შეჭირვებული, იმ წუთში გამჟღავნებს თავის თავს. ხო, ზოგი უკვე დაშინდება, რომ რა მოხდა, როგორ ვამშვიდება, გარაფერი, ყველაფერი. კარგად იქნება, კედეი ბოროტი, რომელიც ესე იგი გაწვალოთ, მოგცილდება და სულ კარგად იქნებითო. ესე ვამშვიდებთ. მამაო ხო ის არ ქვია როგორ რა ნიშნები აქვთ ხოლმე ამ ადამიანებს თუ შეიძლება რომ იმას ქნათ აქვია გითხრათ აი რაღაცა თქნარებას იწყებენ ზოგი ის იმას შეიძლება თქნარება დაიწყოს შეიძლება რომ იტყვიან გულით წაუვიდეთ დაეცეს რაღაც ხო შეიძლება კრუნჩები დაემართოს რაღაც ყოფილი როგორ არის რა ძალისა შეიძლება სულ უბრალოდ მარტო დაამტკნაროს და არაფერი ეთყობოდეს. დიახ. და მამაო, თუ შეიძლება, აი ბევრ ადამიანს აი შეიძლება რაღაც სხვაზე ჯადო აქვს გაკეთებული, ავითვალე რაღაც თუ მოქმედებს, ეს თუ შეიძლება რომ ამასთან დაკავშირებით გითხრა და იმიტომ რომ ბევრს გონია რომ რაღაც ეს იყო და სხვას გაუკეთა და მოინანია რაღაცა და უკვე აღარ მოქმედებს რაღაც. აი თუ მოქმედებს მე იმ ადამიანზე და ეს სიბოროტე საერთოდ მამაო, ვისია, ვისაც უკეთებ თუ ისევ შენ უფრო გაზიანებს. ვინ თუ კეთებს, ცოტა ძიმე მდგომარეობაშია. დიახ. მაგისთვის არც ლოცვა არ შეიძლება. დიახ. და ვისაც გაუკეთეს, იმას ნუ ეშინია მოვიდეს, აღსარება თქვას, შეუდგეს ეკლესიურ ცხოვრებას და ყველაფერი პათილი იქნება. უკეთურება. და მამაო, ხშირად ხდება ხოლმე, რომ იჩემებენ, აი მაგალითად ადამიანი არ სწორდება. რაღაცნაირად და ამბობს რომ აი მე ხა მაგალითად იმიტომ ვარ ნარკომანი ან იმიტომ ვარ მოთამაშე რომ აი მან თვალი დამადო იმან იმას საქმე არ ჯადო გამიკეთა რაღაც თვითონ არ უნდა გამოსწორება არანაირად აი ამ შემთხვევაში მამაო თუ მათზე შეიძლება ამის წაკითხვა და თუ შველის ესეთ რაღაც იმიტომ რომ ჩვენ ხო ესეთი ადამიანები უშველის უფალი თუ კერწმენით მიხედავ და მოვა ეს მალე გამომაგობარობიდან და არავის დაბრალება არ ჭირდება დიახ და რო არ კითხოთ მამაო არ შეიძლება მეორედ მოსვლის ნიშნები რა არის და თუ ეხლა იგრძნობა ეს ნიშნები თუ არის იმიტომ რომ რაღაცა ადამიანები მართლა რაღაცნაირად სხვანაირები გახდნენ და თუ გიგძვნია თქვენ რომ აი ეხლა ახლოვდება ის პერიოდი როცა ღმერთი საუბრობს ამაზე კი რაღაცეები ხდება მაგრამ არა მე უსმენ სახარებიდან გამომდინარე ყოველივე ესე მეუფებასაც ედააღდგესო იყოს ადგილები მიწის ძვრებიო რაღაც შიმშილობები ყველაფერიო მაგრამ ეს არაა დასასრულო აი მე რაღაც ამას უსმენ უფრო რომ კი არის მეორე მოსვლისკენ მაგრამ ჯერ არაა დასასრულო ჯერ ყველაფერი კიდევ რაღაცეები ხდება ხო დიახ და მამაო აი თქვენ როგორ უყურებთ იმას რომ აი მე პირველი გიდაგისვით ეს კითხვა მაგრამ კიდე მინდა რომ აი ეს კაი ადამიანების სიმცირე მეორე პლანზე არის და ცუდმა ადამიანებმა წინ წამოიწეს აი მაგალითად ბევრი ქრისტიანი აღარ ჩანს ძალიან უკან არის და წინ წამოიწეს რაღაცა ნუ გაუგებარმა ადამიანებმა რა და ეს თან კარგად წარმოისახებიან ისინი თვითონ კარგი ადამიანებია ისინი და ქრისტიანები წარმოჩინდებიან ცუდად სამწუხაროდ ჩვენ და ესეთი ისა ვითარებაა დღეს სამწუხაროდ ჩვენ და ეს ხო სავალალო მდგომარეობაა მაგრამ ყველაზე ნუ ბოროტი აკეთებს ამას და აი აქ რა საშიშროებას ხედავთ მამაო თქვენ და თუ კიდე უფრო გაღრმავდება ეს თემა საშიშროება ისაა რომ ეს იქნება ქვეყნის დასასრულამდე წამოიწევენ ეგრეთ წოდებული სიკეთის მოქმედი თითქოს მათი ხება დიდებაც იქნება ყველაფერი აი რა გააკეთა როგორღაც თავისებური რაღაც დიდება პატივი და ის ვინც ნამდვილი მორწმუნენი არიან ჩრდილშია და ესე სადღაც კუთხეებში არის ეს იქნება თვით რო იტყვიან მეორედ მოსვლამდე და აი მეორედ მოსვლა რო იქნება იქ მოხდება უკვე საკითხის შეტრიალება
ესე იგი უკანანი წინანი უკანაო ეს წარმოჩინდება როგორი ქველმოქმედი იყო როგორი სიკეთის მოქმედი რას აკეთებდა როგორ აკეთებდა აღმოჩნდება რომ ეს სიცრუე იყო ეს იყო მათი ანგარებიანობა მათი ის ყველაფერი რომელსაც დაჩაგრული ყავდათ ეს მორწმუნე ადამიანები ესენი კი წარმოჩინდებიან და ღმერთი სწორედ მათ დალოცავს საკურთხევ მოდით შვილნო და დაიმკვიდრა სასופველად ქვედით გამზადებულიო იმიტომ უფლისთვის ყველაფერი დაისმენს ყველაფერი აღასრულეს და აი ეს წერია სწორედ იმ მეორე მოსვლის განმარტებაშიც აუ რა კაია მამა ნეტა უბრალოდ ძალიან დაიჩაგენ მამა რაღაცა თითქოს აი როგორ არის იცით სოფლიოში წარმოჩენილი რომ თითქოს ქრისტიანები რაღაცნაირად ძალიან რაღაცნაირად სხვანაირი ხალხი ვარ და რაღაც სხვა რელიგიება იჩინეს თავი და ისე მეშინია ამ ყველაფრის მამა ხო თითქოს არაფერი მაგრამ ეს კატასტროფი ბამდე მიგვიყვანს და თან კიდე ყველაზე ცუდი რა არის მამაო რომ ეს ადამიანები ბევრს ჯერათ რომ სიტყვაზე სხვა რელიგიის წარმომადგენლები უფრო მაგრები არიან და შემწყნარებლები და ისინი არიან ვიდრე მართლმადიდებლები და ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა წარმოგიდგენთ რა ხედვა როგორ დამახინჯდა როგორი მოფრთხილება ჭირდება შეიძლება ეხა ისევ ლაპარაკობთ იქ ვიღაცა შეიხებზე რაღაცა მაგრამ ამ ხელა სიბოროტეა მამაო მათი ამ რელიგიების და ამ რაღაცეების წამოწევა რომ დავიღუპებით მამაო ეს თუ მოხდა ხო ნუ ფაქტიურად დღევანდელი ადამიანი ვერ გაუძლებს და მაგიტომაც არის რომ ამდენი პრობლემა გვექნება ქართველებს და იმ მართლმადიდებლებს ვინც არიან სამყაროში კიდევ ვისაც უჭირავთ სამყარო ხო თუ შეიძლება მამაო კიდე რას გვირჩევთ და ბოლო 10 წუთი დარჩა და ფრთხილად სად ვიყოთ ბატონო ფრთხილად სად ვიყოთ აი სად უნდა ვიყოთ ფრთხილად იმიტომ რომ ჩვენ ამ იმის აი ხანდახან რაღაცნაირად ღირსები ვართ იმიტომ რომ არ უფრთხილდებით მამაო აი არ ვაფასებთ რა აი მე რომ დავკარგავთ მე უკვე ვაფასებთ აი მაგალითად აი ნებისმიერ რაღაცა სიწმინდე ან ნებისმიერი ტერიტორია თუ რაღაცა იქ რაც კარგი იყო რომ დავკარგეთ მე მივხვდით მაგრამ იქ რო ვიყავით არ ვაფასებთ თუნდაც ადამიანს მამაო აი ამ შემთხვევაში მამაო როგორ გავაკეთოთ რომ აი ღმერთმა არ დაუშვას ის რომ ჩვენი ხელიდან წავიდეს იმიტომ რომ ჩვენ რო არ ვაფასებთ მაგიტომ კარგავთ ხშირად იმ ადამიანსაც და იმ ვითარებასაც და სიტუაციასაც ხო ეს თავისთავად ხადია ჩვენ სწორედ აქედან უნდა ვისწავლოთ რა დავკარგეთ ისთვის დავკარგეთ როგორ დავკარგეთ ყველაფერი ეს და უნდა დაუბრუნდეთ ისევ რწმენას ისევ გავაკეთოთ სათანადო დასკვნები რომ მე ამისთვის ასე მოვიქეცი თუნდაც მოვიქეცი არ დავიცავი ღვთისმცნება მე როგორც ასე ვთქვათ ურწმუნოებით ვიყავი შეპყრობილი სხვადასხვა რაღაცეები დროს დარება ყველაფერი ეს მიყვარდა და ყველაფერი ამან ყველაფერი დამაკარგვინა გოზე იგი უნდა მოინანიოს გონს მოექცეს და ეს ადამიანები სწორედაც ვიღაცების მართლა ბრალია ვიღაცების ღალატია რაღაცა დიდი ღალატი დიდი სიცრუე არის აი ამ საწუნოებაში თვითონ რო იტყვიან სიძულვილია ძულვარება მეორე ადამიანი ვერ იტანენ რაღაც ეხლაც ვერავის ვერ დელაპარაკები და რაღაცა ესეთი მდგომარეობა ასეთი ურთიერთობა არ შეიძლება არც მათთვის არ არის კარგი და არც დაჩაგრულისთვის თავისთავად ცხადია. ყველამ უნდა როგორღაც ყონს მოვეგოთ და რო იტყვიან ურთიერთ თანადგომით ურთიერთ ეკლესია რა არის ესე მე თქვენთან ვარ უფალი გვეუბნება 2 და 3-ით რო შეიკრიბოთ მე თქვენთან ვარ უფალი ამბობს და უფალი შეიკრიბება შევკრიბავს ისეთნაირად და კიდევაც ვიკრიბებდით ამ ტაძარში და ეს უნდა გავოვიყენოთ რომ შენ უფალთან გახარ უფლის წინაშე შენ წინაშე ხდება ის ზეციური სიტყვების გალობა პირდაპირ რომელი ქერობიმთა საიდუმლოებს გავსცენითო და წმიდა უფალი საბავოთ ეს უძლიერეს სიტყვებია განუწყელი ზეციური ძალნი გალობენ ყველას ამას და ამის მომსმენი და მოწმენი ჩვენ ვართ ყველა ვინ წირვალოცაზე დავდგებით და განაეს რისთვის გვესმის რომ ჩვენ უნდა მივბადოთ ქერუბიმების გავსად ქერუბიმების გავსად სიყვარული თქვენ უნდა იყოთ ურთიერთ სიყვარული გქონდეს ეგ გაუტანლობა უნდა აღმოიფხვრას ეს არის მეტად მნიშვნელოვანი თუ არა
მართლა მოიწევა უფრო ადრე ვიდრე ჩვენ ვარაუდობთ საშინელი სამჯავრო მაშინ რო იტყვიან დავრჩევით რო პირდავრჩენილები ვერაფერ თავს ვერ გავიმართლებთ და ყველაფერი მოიწევა და ღმერთმა დაგვიფაროს იმ საშინელი სიტყვებისგან რომელსაც უკვე მეორე წყებას რო ეტყვის წარმედით მას უკონ ვაროტნო რომ არ მეცით პატივი არ იყავით ჩემთან და ეშმაკთან და სატანასთან რაც მათ ჭირდებათ აი თქვენ მოგეგოთ ღმერთთან უკნას რომ აი ჩვენ აი ეს სიტყვები ვისმინოთ და დროზე ადრე უნდა მივიღოთ სწორედად თადარიგი დავიჭიროთ ჩვენ შევიყვაროთ ურთიერთი ჩვენ აი ეს ღირსეულად დავდგეთ წირვალ ოცვაზე რომელიც ქერუბიმებსა და მის ზეციურ ძალებს რომ მივემსგავსოთ ღმერთმა ამის ღირსი გაგხვდა შენ წარმოიდგინე უფალი გასმენინებს ყველას აი ამ საგალობებს და აი ჩვენ მათთან ერთად ღირსეული თანამსმენელი თანაზიანი რომ ვიქმნეთ აი ეს გვესაჭიროებაა აბა ზუსტად მამა ვაი ეხა ამასწინათ ეხა ბათუმში ვიყავი ხან იქითკენ ჩავდივარ ხოლმე აქეთკენ მარნეულისკენ და იმისკენ ქართული ლაპარაკი მამა აი ცოტა მესმის უფრო ნელა ყოველ წლიურად უფრო ქართული ლაპარაკი ქრება და მოგენატრება მალე მოგენატრება აი ქართული ცუდი ქართველი კი არა ქართულად რო გაიგონებ ხო შეიძლება ცრემლი მოგი აი ეს გაქრება მალე და მართლა სანატრებელი გავიხდება აგერ ნახავთ თქვენ ამას გაიხსენებს ვიღაცა შეიძლება ეხლა სასაცილოდ მოიჩვენოს რომ ვიღაცა კი რა თქმა უნდა ტოლნატურები უნდა ვიყოთ და უნდა ვიღაცები უნდა მივიღოთ მაგრამ ისო რაღაცა ყველაფერი დაუთმოთ და ეს ჩვენი განდევნა და იმათ შეიძლება კაცო რა უფლებაა კაცო თავის თავზე აიღეთ ყველაფერი როგორ შეიძლება როგორ ბოლო სახელმწიფოა თავრობა ყავს ყველაფერი რასაკეთებ თავრობა ხო აუცილებლად ამას ეს უნდა მიეწოს თავისი წესი და რიგი როგორ იქნება რა უფლება ესენი ყინჩაოდნენ და რაღაცა ვინ ფიქრობს მომავალზე მამა ყველა ფიქრობს რომ ეხლა ჩემი დრო მოვიდა და ეხლა მე უნდა იმას ვქნა ძალიან ცუდი დრო მოუვა იმას ვინც მასე ფიქრობს ხო ზუსტად ძალიან ცუდი მოლიპულ ყინულზე დარჩება ეგ ადამიანი ვინც ასე ფიქრობს და ყველა ისინი ვინც ასეთ ფიქრით არიან მოლიპული ყინული პირდაპირ ტარტაროში მარადიული გაყინულობათ არის ჯოჯოხეთში და იქ იქნება და მაშინ ნახოს რა იქნება და როგორ იქნება აბა აუცილებლად აი თითოეული ჩვენი ეს ისა მამა რაღაცა ხალხი ხო რაღაც ზედაპირულად უყურებენ ზოგს გონია რაღაცა ისა რა ქვია ყველაფერი იქნება ისე რომ არ იქნება ეგ არ იქნება დაუკვირდა სულელობა როგორ ხდება და რა ქართველი გადის მამა 500,000 კაცია წასული მამაო და აქ იმათ ადგილებს ავსებენ არ მაქვს პრეტენზია ინდუსები და ვიღაცები როგორ შეიძლება ეს ხო უმძიმესი მდგომარეობაა ჩვენთვის და ამას აუცილებლად უნდა უყუროთ სერიოზულად არის შესახედი ამაზე იმას რაღაცა ვითომ ტურისტად უყურებენ მე ისინი დარჩებიან რაღაცა და უკვე მე იმის ქართველის ადგილს ისიკავენ სამწუხაროდ ჩვენ მამა დაგლოცით ბოლო 2 წუთი დარჩა აი ძალიან გული მწყდება რომ ესე გავიდა ჩვენი დრო რა ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი კეთილ წარგვიმართოს ღმერთმა იყავ მშვიდობა შენი ყოვლადვიდაო სამებაო ზეციური მტკიცე შეუდრეკელი ურყევი მშვიდობა იყავ ყოველსა საქართველოსა ყოველსა ერსა და ყოველსა ქრისტიანთა და ყოველთა ხალხსა და აი ესეთი ზეციური ძალით და ძლიერებით მშვიდობა და კეთილი წარმატება იყავ ღმერთი გწყალავდეთ ყველას ღვთისმალი და ძალა იყავ თქვენ ყოველთა ზედა უფალმან განაგოს თავისი ნებისა და განგებისა ყოველივე ამინ და არა ვიღაცამ ჩვენთან არ ღმერთი არც და იყოს და მამა თუ შეიძლება პატიმრები დალოცოთ თუ შეიძლება ძალიან დალოცოთ ღმერთმა პატიმრები ყველანი დაგლოცოთ ღმერთმა შეგაძლებინოთ ის ამ მდგომარეობაში ცხართ ხანე იყავით მარტმენით იყავით ღმერთი განაგებს ყოველივეს და ნამდვილად რომ ღმერთი შეგეწევათ მოგანანიებინებთ ყოველივე თქვენ თავარია უფლის სახელი არ დაივიწყოთ ქრისტეს სახელს ახსენებდეთ და ხშირად ახსარებას რომ ამბობდეთ ეზიარებოდეთ
დალოცვილი იყავით და ღმერთმა არ გემართოთ და ხელი მოგიმართოთ, რომ ესე იგი ღვთის წინაშე სასახელო პიროვნება, მამულიშვილება და ჭეშმარიტ ქართველება და მორწმუნეებად ჩამოყალიბებულიყავით. ჩვენთან არის ღმერთი. მადლობა მამაო, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ. აი ერთ წამს ვიტყვი უბრალოდ იმას, რომ აი იმიტომ ეკლესიას იმიტომ უნდა გაუფრთხილდეთ, რომ ერთადერთი ეკლესიის მიწები რაც იქნება, ეს მონასტრები ისინი, რაც ეკლესიაზე იქნება გადაცემული, ის მიწები იქნება შენარჩუნებული, რაც არ უნდა, ვინც არ უნდა ცუდი მთავრობა მოვიდეს, ვინც არ უნდა მოვიდეს, რომ გაყიდოს ყველაფერი, ეს არ იყიდება და აი მაგიტომ ეკლესიას მაგიტომ ებრძვიან, რომ აი ეს უნდა, რომ აი ეს ხედვა დაანგრიონ. არა, ეკლესია სანამ ჩვენი იქნება, ჩვენი საქართველო აუცილებლად ყოველთვის იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ ტერიტორიები დავკარგეთ, ძალიან ბევრი აფხაზეთი, სამაჩაბლო რაღაცა დავკარგეთ, მაგრამ ეკლესია ყველგან დარჩა. აი უფლება არა აქვს სხვაგარო ჩვენი ეკლესია არ მოიხსენიონ, როგორც ჩვენი ილია მეორე საჭეთპყრობელი იმ ადგილებშიც კი რომელიც ჩვენ გვაქვს დაკარგული პოლიტიკურად, მაგრამ სულიერად, აი ყველა ვინც ჩადის აბსოლუტურად ნებისმიერ ეკლესიის წარმომადგენელი, ეკლესია იქ დარჩა. აი ამიტომაა საჭირო ჩვენი ეკლესიის სიძლიერე, როცა იქნება ეკლესია ძლიერი, მაშინ იქ ყველაფერი იქნება კარგად იმ ქვეყანაში და აუცილებლად ვიცი რომ გავწყინდება იბერია, იმიტომ რომ ჩვენი ეკლესია დიდ მოწოდების სიმაღლეზე დგას, იმიტომ რომ ყავს ისეთი მოძღვრები, რომელიც არის აი მამა აკაკისნაირ ადამიანებს უნდა გაუფრთხილდეთ და დიდი მადლობა მამაო რომ ბრძანდებით ჩვენთან სტუმრად მამა აკაკი მელიქიძე არის აი ჩვენი ეკლესიის აი უდიდესი მოძღვარი, რომელიც ავიცი ჩემთვის არის აი ხელის გულზე სატარებელი, მადლობას გიხდით მამაო რომ ხართ რა პირველ რიგში აი ბედნიერი ვარ იმ ქვეყანაში რო ვარ, სადაც ილია მეორე გაჩნდა და სადაც თქვენ გაჩნდით რა. მადლობას გიხდით და ბედნიერებას გისურვებთ. დიდი მადლობა მამა აკაკი. კარგად ზანდებოთ 8 ნახევარზე დაგემოვნებთ მამა გიორგისთან ერთად აუცილებლად. დროებით 8 ნახევრისთვის გადმორთეთ.